მოგესალმებით მეგობრებო სომხეთიდან. დღეს ჩვენ მივდივართ ორდღიან ტურში, რომლის ფარგლებშიც დავათვალიერებთ სომხეთს, ვნახავთ მის ღირსშესანიშნაობებს, გამორჩეულად მნიშვნელოვან ადგილებს და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს თქვენს დაგათვალიერებინებთ. მოგეხსენებათ, სომხეთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა, შესაბამისად ყოველთვის მაინტერესებდა როგორ ცხოვრობს ხალხი, რას აკეთებენ, რა არის მათი ძირითადი საქმიანობა, სად ცხოვრობენ, როგორ გამოიყურება მათი სახლები, ქუჩები, როგორია ერევანი, სომხეთის დედაქალაქი და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ მოვიძიე ინფორმაცია სომხეთის ტურებზე და ვნახე, რომ ტარდება ორდღიანი ტურები ყოველ შაბათ-კვირას. რაც ყველაზე მთავარია, მოგყვებათ გიდი, ქართულენოვანი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ლოკაციაზე გაწვდით ინფორმაციას და ადგილზე გიყვებათ სხვადასხვა ისტორიას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან კომფორტული იქნებოდა ჩვენთვის, ამიტომ დავჯავშნეთ ადგილები და წავედით სომხეთის ორდღიან ტურში. თბილისიდან გავედით დილის 6 საათზე და პირველი გაჩერება მოგვიწია უკვე სომხეთში 11-ის ნახევარზე. ეს იყო უზარმაზარი სივრცე, სადაც იყო უამრავი კვების ობიექტი, რასაც გინდოდა აიღებდი, ადგილზევე გადაიხდიდი და ადგილზევე მიირთმევდი. რაღაცეები გავსინჯე და მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ძალიან მომეწონა. აქ დავყავით დაახლოებით 45 წუთი და მას შემდეგ, რაც უკვე დანაყრებულები ვიყავით და მზად ვიყავით, რომ დაგვეწყო ტური, გავაგრძელეთ გზა. აქ უკვე ვათვალიერებდი ქუჩებს, მათ საცხოვრებელ ადგილებს, სხვადასხვა შენობებს და ასე შემდეგ. ჩემი პირადი დაკვირვებით რაც შევამჩნიე, მასობრივად მიდის სარემონტო სამუშაოები. ფაქტობრივად ყოველი მეორე ოჯახი ამ საქმეებში იყო ჩართული, მიდიოდა რემონტი, მიდიოდა გზების დაგება და ასე შემდეგ. შესაბამისად ვფიქრობ, რომ დაახლოებით 1-2 წელიწადში აქაურობა კიდევ უფრო ლამაზი იქნება. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ვლოგზე და დავიწყოთ პირველი ლოკაციით. პირველი ლოკაცია იყო ანბანის ძეგლი. ეს უნიკალური ადგილი 2005 წელს შეიქმნა, სომხური ანბანის 1600 წლის იუბილის აღსანიშნავად. აქ წარმოდგენილია ანბანის 29 ასობგერა ქმის ქანდაკებების სახით. ძეგლი მიუძღვნეს მესროპ მაშტოც, ადამიანს, რომელმაც მე-5 საუკუნეში სომხური ანბანი შექმნა. ეს არა მხოლოდ ისტორიული, არამედ ძალიან ლამაზი ადგილიც იყო. აქედან მთების საოცარი ხედი იშლებოდა. აი, ასე გამოიყურება. ეხლა გვაქვს მოცემული 15 წუთი ფოტოების გადასაღებლად და მე წავალთ შემდეგ ლოკაციაზე. აი, ჩვენ ჯგუფი. ერთი ლოკაციიდან მეორემდე სანამ მივიდოდით ხოლმე, მთელი გზა ვაწყობდი ვარჯიშის ვიდეოებს და ვინც ჯერ კიდევ არ იცით, დავიწყე 75 დღიანი ჩელენჯი, რაც იმას ნიშნავს, რომ 75 დღის მანძილზე ყოველდღიურად ვდებ ვარჯიშის ვიდეოს სრულიად უფასოდ ჩემს YouTube-ზე, ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ, აუცილებლად გადმოდით, ნახეთ ეს ვიდეოები და შემოგვიერთდით. Facebook-ზეც გვაქვს ჯგუფი, აქ დაგიწყეთ როგორ უნდა იპოვოთ ეს ჯგუფი, უკვე 1000-ზე მეტი გოგონა მყავს, ამიტომ გელოდებით თქვენს. შემდეგი ლოკაცია გახლდათ ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი, სომხური ეკლესიის მთავარი ცენტრი. იგი მე-4 საუკუნეში აშენდა და ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ ტაძრად. საინტერესო ფაქტია, რომ ტაძრის ადგილმდებარეობა გადმოცემის მიხედვით თავად ქრისტემ აჩვენა გრიგოლ განმანათლებელს სიზმარში. სწორედ ამიტომ ეწოდება მას ეჩმიაძინი, რაც ნიშნავს ერთადერთი შვილი ჩამოვიდა. დღეს აქ ინახება სომხეთისთვის უმნიშვნელოვანესი რელიქვიები და ეს ადგილი მლოცველებისა და ტურისტებისთვის სულიერი ცენტრის სიმბოლოა. მისი მშენებლობა არის დათარიღებული 351-352 წლები და ეს არის ის პერიოდი, როდესაც სომხეთი გაქრისტიანდა. აი, ასე გამოიყურება, ეს არის კარიბჭე შემოსასვლელში არის და შემდეგ უკვე ესე შემოდიხარ. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი არის ეს სომხებისთვის და თურმე ყველა რელიგიური დღესასწაულის დროს სავსეა ხალხით. აი, შემოვედით შიგნით, მეგობრებო, ასე გამოიყურება ეზო. ძალიან ლამაზია. მე მათში აკაბა შორტი და პაატასაცია შორტი. ხო და ბუნებრივია ესე არ შეგვიშვებდნენ ეკლესიაში, ამიტომ მოვიცვით და ეხლა შევავთობოთ. რამდენად შეიძლება შიგნით გადაღება არ ვიცი. გადაღება არ შეიძლებოდა მეგობრებო და სიტყვიერად გეტყვით რა განსხვავებები დავინახეთ. მოკლედ ფრესკები იყო განსხვავებული. ჩვენთან მთელი ფასადი არის მოხატული ხოლმე ხატებით და იქ ეგრე არ იყო. ხატებს ცალკე ნაწილი ეკავათ და ფასადი ძირითადად ყვავილებით ჰქონდათ გაფორმებული და აი წმინდანების გამოსახულებებიც განსხვავებული იყო. თუმცა აი ძალიან ლამაზი სანახავი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ესე ძალიან ახლოს არის ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან და ძირითადი რელიგია არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა, მაინც ძალიან განსხვავებული სურათი დავხვდა. მოვედით მეგობრებო მესამე ლოკაციაზე და ეხლა ვყიდულობთ ბილეთებს. აი, პატამ და მე უკვე ვიყიდეთ. 1500 დრამი ქვია, ხო ბას? დრამი ღირდა.
შემდეგი ლოკაცია გახლავთ ზვართნოცის ტაძარი, სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქიტექტურული ძეგლი. იგი მე-7 საუკუნეში აიგო და თავის დროის საოცრებად ითვლებოდა. თუმცა სამწუხაროდ თქვენ ახლა კადრებში ხედავთ ზვართნოცის ნანგრევებს, იმის გამო რომ ჩვენ აღგვექვა სრული სურათი თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ტაძარი თავდაპირველად, ჩვენმა გიდმა შეგვიყვანა იქვე არსებულ მუზეუმში და აი ეს ყველაფერი გვაჩვენა. ასე გამოიყურებოდა თავდაპირველად, იყო 3 სართულიანი საოცარი ნაგებობა ვნახეთ, თან სრული სიზუსტით იყო ნაგები, არ ვიცი როგორ მოახერხეს იმ საუკუნეში, მაგრამ მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო ამის ნახვა. შემდეგ ისევ გარეთ გამოვედით და ვნახეთ რა იყო ამ ტაძრისგან შემორჩენილი. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ მე-9 საუკუნეში იყო ძალიან ძლიერი მიწისძვრა და დღესდღეობით ზვართნოცის მხოლოდ ეს ნაწილია ჩვენთვის შემორჩენილი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ზვართნოცის სილამაზე იმდენად შთამბეჭდავია, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშიც არის შესული. საინტერესოა, ახლა რომელი საათია? ეს არის მზის საათი, აი თურმე ამით იგებდნენ დროს მაშინ. ძალიან საინტერესოა. როგორ მოიფიქრეს, როგორ შექმნეს, ძალიან საინტერესოა. შეხედეთ შუაში, აი ასე. კი, ეხლა ეს აქცივი წყალი გადიოდა თუ ცხელი, ეხლა ვერავინ ვერ იტყვის ამას, მაგრამ ეს არის საბარაოდო დაქსელილი სულ და წყლის სისტემა აქვს გაყვანილი ფაქტიურად იგივენაირად, რაც ეხლა 21 საუკუნეში ჩვენთან დღემდე გვაქვს. შემდეგი ლოკაცია გახლავთ არარატის კონიაკის ქარხანა, რომელიც ჯერ კიდევ 1887 წელს დაარსდა. საინტერესო ფაქტი, რაც შემიძლია ამ ქარხანაზე მოგიყვეთ, არის ის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იალტის კონფერენციაზე სტალინმა ჩერჩილს სწორედ არარატის კონიაკი მიართვა და ამბობენ, რომ ჩერჩილს იმდენად მოეწონა, რომ მას შემდეგ მუდმივად ითხოვდა ამ სასმელს. არ ვიცი ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს, თუმცა ფაქტია, რომ ქარხანაში არის ღვინის მარანები, სადაც ათასობით კაზრში ინახება საუკუნოვანი კონიაკი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი მსოფლიოში და სხვათა შორის თავადაც შეგიძლიათ რომ ადგილზე დააგემოვნოთ. და ვარსკვლავებია ხატია, რაც უფრო მეტი ვარსკვლავი აქვს, მით უფრო მეტი წლის დაძველებით არის. აი ახლა ამას მაგალითად 3 ვარსკვლავი რო აქვს, 3 წლის დაძველებით არის. რაც უფრო ბევრი ვარსკვლავი აქვს, მით უფრო ძვირი ღირს. ხა შეიძლება ჩვენი ტურის წევრებმა იყიდონ, ვაიმე ეს საერთოდ 18 წლით არის. ზოგადად, ვაიმე 25 რა ამბავია. ეს რა არის? მართლა? ახლა ის საკარგი სუნები. ამას სუნები. ესეთი სუნები. აუ, კოფიობას. კოფის არის. მოიცა? აპრიკოტია აწერია. აუ, რა კაია. ამას ნამდვილად გავსინჯავდი, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი სუნები აქვს. ვისაც ალკოჰოლი არ უყვარს, აქ არის ჩაი. დამზადებულია სომხეთში. აქ არის კიდე ბაძულა შეფუთვები, ვაიმე ნახეთ რა საყვარლობა. სულ პაწუწებია შიგნით. ერთი არის 5 წლის დაძველებით, ერთი 7 და ერთი 10. შეგიძლია თუ ეხა დიდი ბოთლის ყიდვა არ გინდა, ესეც იყიდო და გასიჯო. სასაჩუქრე შეფუთვებია. ისეთი კარგი სუნი დგას. ნახეთ რა ლამაზია. იმ ადამიანსაც კი მოანდომებს, ვინც საერთოდ არ სვამს. ამისი კოლექცია მექნებოდა, აი ეს უბრალოდ დავაწყობდი ლამაზად. ეს დედაჩემმა არ ნახოს, თორე პირდაპირ სახლში გააკეთებს ზუსტად ასეც. შემდეგი ლოკაცია გახლდათ სერგეი ფარაჯანოვის მუზეუმი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი ერევანში. სიმართლე გითხრათ, ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაცია იყო და განსაკუთრებით მომეწონა. ფარაჯანოვი გაგიკვირდებათ და დაიბადა თბილისში 1924 წელს, სომხურ ოჯახში. თბილისში უამრავი ქართველი მეგობარი ჰყავდა და მათთან გამართული ქართული ენით საუბრობდა. სხვათა შორის რომ შევედით პირველივე ოთახში, მუზეუმში, აი ეს ფოტოები იყო გამოკრული და ძალიან ბევრი ნაცნობი სახე ვნახეთ, რაც ძალიან გამიხარდა. თურმე ქართველ მეგობრებთან განსაკუთრებით ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა. მაგალითად რეზო ჩხეიძესთან, თენგიზ აბულაძესთან, სოფიკო ჭიაურელთან. სოფიკო მას იმდენად უყვარდა, რომ როდესაც გადაიღო ფილმი ყვავილების ფერი, სწორედ სოფიკო იყო ამ ფილმის მთავარი პერსონაჟი. ფარაჯანოვი თურმე საკმაოდ ხშირად იცვლიდა სახლს, ხან თბილისში ცხოვრობდა, ხან კიევში, ხან ერევანში, თუმცა სომხეთის შემდეგ ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველო იყო მისი მეორე სულიერი სამშობლო. განსაკუთრებით კი უყვარდა დაბადების ადგილი, თბილისი. ჩვენს ქალაქში მისი სახლი დღემდე არსებობს, სადაც
უბრალოდ სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა და აქაც ინახება მისი ხელნაკეთი ნივთები. საინტერესო ფაქტია, რომ ფარაჯანოვი თავისი თავისუფალი აზროვნებისა და განსხვავებული სტილის გამო საბჭოთა ხელისუფლებისათვის ხშირად მიუღებელი იყო. მთელი ცხოვრების მანძილზე არაერთხელ დააკავეს. ერთი პერიოდი 4 წლის მანძილზე ციხეშიც კი იჯდა, თუმცა არც იქ ჩერდებოდა და ხელით აკეთებდა სხვადასხვა ნივთებს, ბარათებს, ნახატებს, პატარა ხელოვნების ნიმუშებს. ჩვენ მთელი მუზეუმი დავათვალიერეთ და ვერც კი წარმოიდგენთ, რა ნივთებისგან აქვს ეს ხელოვნების ნიმუშები შექმნილი. ვნახეთ თმისამაგრებისგან შექმნილი ნახატები, ბოთლის ნამსხვრევებისგან, ძივებისგან, სხვადასხვა ქსოვილებისგან, ძაფებისგან, დამსხვრეული ჭურჭლისგან, ბოთლის თავსახურებისგან. არ ვიცი რა ჩამოვთვალო, აბსოლუტურად ნებისმიერი ნივთი შეეძლო რომ გამოეყენებინა და რაღაც გრანდიოზული შეექმნა. სხვადასხვა ნამუშევრით სხვადასხვა პრობლემაზე უნდა რომ ისაუბროს, სხვადასხვა ისტორია უნდა რომ მოგვიყვეს, მოკლედ არ ვიცი. აუცილებლად უნდა ნახოთ ეს ადგილი. სანამ გავალთ მუზეუმიდან ამ ფოტოსაც გაჩვენებთ. ეს ფოტო არის ეზოში მუზეუმის და არის გადაღებული თბილისში. მოვედით მეგობრებო სასტუმროში, ნაირი ჰოტელ, აი ესე ჰქვია ჩვენს სასტუმროს და საკმაოდ დიდია სხვათა შორის, ხელს არ მოველოდი. ძალიან მიხარია რომ მოვედით, იმიტომ რომ ძალიან გვშია და უკვე ჭამის საათი მომივიდა და მუცელი ამტკივდა ეგრევე საათობრივ კვებას რო ვარ მიჩვეული და ეხლა ჯერ ავალთ დავბინავდებით, მირი ჩამოვალთ და აქ რაღაც საცხობი ყოფილა ახლოს და იქნებ რაღაცა ნორმალური ვნახოთ. რო შემოვედით, აწერია ბომო ნაირი ჰოტელ, არის 4 ვარსკვლავიანი. მე ძალიან მომწონს ვიზუალურად, ძალიან მაგრად გამოიყურება. ავდივართ მეგობრებო ნომერში და ეხლა ჩვენს ჯგუფში ერთმა ბიჭმა გააჟღერა რომ აქ გლობო ხო მუშაობს რომ გამოვიძახოთ და უთხრეს რომ კი ჩვეულებრივად ასე რომ უნდა გამოვიძახოთ მოჩია ჩვენი ოთახი არის 206 ნომერი. ალა დაგათვალიერებინოთ ეხლა. ჩვეულებრივი ნომერია, კარგი სუფთა. აქ რა ხდება? აქეთ არის სვეტწერტილი. შევიდეთ აბა. ასე გამოიყურება. წყალს გადავივლებ, ერთი სული მაქვს. საკმაოდ დაღლილები ვართ. ბევრი არ გვივლია, მაგრამ როცხელა რაღაცნაირად მაინც იღლები. აქ რა გვაქვს? რა დაგხვდა? dental kit. ეს ის იქნება. კბილის ჩოტკი და კბილის პასტა იქნება. აქ გვაქვს საფნები, აქ არის შამპუნები და დუშკელები, ფენიც არის, ტელეფონიც არის. ეხლა ტელეფონი უნდა შევაერთო პირველ რიგში, იმიტომ რომ იმდენი რაღაცები გადავიღერო დანუჩი და მე ხო დანარჩენის გადაღებაც გვინდა საღამოს გავდივართ ერევანი უნდა დავათვალიეროს. ღამის ერევანი კიდევ უფრო ლამაზია ვიდრე დღისითო. თან ეხლა იმდენად ცხელა ხალხო მართლა რომ ვერ ისუნთქებ რა, არ გაქვს მუღამი რომ რამე დაათვალიერო იმდენად ცხელა და ამიტომ ეხლა მივთითებ გლოვოში ჩვენს მისამართს. ჰოტელის მისამართს ჩავწერ ზუსტად და დღეს ძალიან გვინდოდა შაურმის გასინჯვა, მაგრამ იმდენად დიდი რიგი იყო და იმდენად ბევრი ხალხი ჩამიხტა წინ, რომ სადღაც 15-20 წუთი ვიდექი და აი ყურადღებაც ვერ მივიქცია იმ მეშაურმესი და იქნებ ახლა მაინც გავსინჯო. ისევ ჩავდივართ მეგობრებო, იმიტომ რომ გლოვოზე რაღაც დიდად არ მოგვეწონა, რაც ვნახეთ და ვინაიდან სასტუმროსთან არის ეგრევე საცხობი, ვიფიქრეთ რომ მოდი ჯერ საცხობში ვნახავთ რეებია და მერე თუ არ მოგვეწონა, მერე გამოვიძახოთ გლოვოსგან და ეხლა ჩავდივართ საწყობში. ესე იგი თან ვაკვირდებით მეგობრებო და დიდად არ არის კორპუსები, აი ძირითადად ცხოვრობენ კერძო სახლებში და როგორ ახერხებენ ქალაქში, აი ცენტრში ესე კერძო სახლებში ცხოვრებას, არ ვიცი, მაგრამ ძალიან მაგარია, გამწვანებაც არის, სიმშვიდეც არის. ვიპოვეთ მეგობრებო საშაურმე. მე ქათმის შაურმა მიყვარს, ასე რომ ქათმის შევუკვეთეთ. და აი ესეთი დასასხდომი ადგილია აქ. ასევე ავიღეთ უშაქრო პეპსი, იმიტომ რომ კოლა არ იყო, თორე კოლა უფრო მიყვარს. და ეხლა დაველოდებით ჩემს შეკვეთას და გემრიელად გეახლებით, თან გეტყვით რამდენად მომეწონება. მოვიდა მეგობრებო ჩვენი შაურმა და საკმაოდ დიდია. ეხლა პატა დააგემოვნებს, ტესტი იქნება და გვეტყვის როგორ მოეწონება. ბევრი ლავაში აქვს ძალიან და ბევრი ხალხი. ცუდი არ არის. 10-დან 6. ჩვენისგან განსხვავებით სტაფილო აქვს და ბევრი კომბოსტო. კარგად ჭამეთ მეგობრებო.
იქიდან რომ გამოვედით საცხობში შევედით და ვიყიდეთ ან ვაშლის ან კომშის ფენოვანი იყო და დარიჩინი ჰქონდა და ეგეც ძალიან გემრიელი იყო და გადავიყიდე კიდე და ისიც ძალიან გემრიელი იყო და ახლა წავედით და ცოტა ხანი დავისვენებ. სანამ გავიდოდით სასტუმროდან დავასრულე ვიდეოზე მუშაობა მე 18 სავარჯიშო დღეც აიტვირთა და მოკლედ ძალიან მიხარია რომ არ ჩამივარდა, იმიტომ რომ მე ძალიან გაგვეწელება ესე თუ ჩამივარდა ხოლმე ქალაქიდან გასვლის გამო ვარჯიშები. გამოვიცვალეთ მეგობრებო და ეხლა მივდივართ ღამის ერევნის სანახავად. როგორც თქვენს ძალიან ლამაზი არის დაბინდების ეს და ირო ღამდება განსაკუთრებით მაშინ არის ლამაზი სანახავი და გამოვიცვალე, ჩავიცვი ჯინსი. ჩვენ სასტუმროში გარკვეული პრობლემები აღმოჩნდა ჩვენს ნომერში. უნიტაზი იყო გაფუჭებული, კარის შუშა იყო დამსხვრეული, ასევე საშხაპეც იყო გაფუჭებული, მაგრამ ფასი არის ძალიან დაბალი ამ სასტუმროსი რეალურად, ამიტომ დიდად პრეტენზიებს ვერ გავუთქვამ. ეხლა კი ჩემი გაბრანჯული კაცი მოდის ერევანში. მოვედით მეგობრებო, ეს არის ერევნის კასკადები. ესე გამოიყურება პარკი. ძალიან ლამაზია, სისუფთავეა, კარგი გამწვანება, მოკლედ ძალიან მომეწონა. ეხლა მივიდეთ დავიდეთ ზემოთ და გადმოვიხდეთ და ვნახოთ ხეები. ეხლა ავდივართ მეტროს საშუალებით, მეგობრებო. სულ ბოლომდე, ვინაიდან ბევრი კიბე არის, ჩვენმა გიდმა გვითხრა, რომ ჯობია ესკალატორით ავიდეთო და მოვდივართ. იცი რისი გასენჯვა მინდა ბობას ჩაის. ხო და მოვძებნოთ და დავლიოთ. ხო ვიცი სადღაც აქ იყიდება, ჩავიდეთ ახლა და ვნახოთ. მეგობრებო, ეს არის ხედი. ულამაზესი, ეხლა კიდე ჩავიდა მზე და ისე კარგად აღარ ჩანს, მაგრამ სანამ მზე იყო, სასტრაფოდ მოვასწარით ფოტოების გადაღება. Golden Hour-ი იყო და აი საოცარი ფერები დაჯდა და მე აუცილებლად ნახეთ ჩემს Instagram-ზე. სალამაზი. ბევრი ფოტოები გადავიღეთ და ეხლა გვაქვს შეშვენების 5-10 წუთი. თავწყებით ამ ხედით. ეხლა ნელ-ნელა დაღამდება, ყველაფერი განათდება და ჩავალთ ისევ ქვემოთ. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით მეგობრებო ტაშირის განძირზე. აქ არის მაღაზიები, ტანსაცმლის, ქერცაცმლის, კვების ობიექტებია საკმაოდ ბევრი. ძალიან აქტიური ქუჩა, უამრავი ხალხი მოძრაობს. ჩვენ უნდა ჩავიდეთ ახლა ბოლომდე და შემდეგ ჩვენი გიდი გვაძლევს თავისუფალ დროს 2 საათს და სადაც გვინდა იქ წავალთ და რასაც გვინდა იმას გავაკეთოთ. ეს არის მეგობრებო დღეისათვის ბოლო ლოკაცია რესპუბლიკის მოედანი და აი აქ ზუსტად ამ შუქნიშანთან იქნება ჩვენი გიდი 2 საათში დაიწყო უკვე ჩვენი თავისუფალი დროის ათვლა და 2 საათი ვიბოდიალებთ გავაკეთებთ რასაც გვინდა წავალთ სადაც გვინდა და მე 2 საათში უნდა მოვიდეთ აქ. მოვა ჩვენი ტრანსპორტით და წაგვიყვანს უკვე სასტუმროში. ჩვენ უნდა წავიდეთ ახლა იქით, იმიტომ რომ იქით ვნახეთ ბობა და როგორც იცით ძალიან გვინდა ბობას გასინჯვა და უნდა ვიყიდოთ. ავიღეთ ახლა სასმელები, მე ავიღე ლიმონი, ლაიმი და პიტნა და პადა, მაიღო მარცხვი. მართლა ჟოია? ჟოია. შეკარმა არ უშველა. ცოტა ერთი ყავზი დავამატებინეთ, ხავად 2 ნახევარი. აი ეს უფრო მჟავია ჩემი. აიო, არ მჟავა. მეგობრებო, აი რასაც ქვია მთელი საღამოა ვეძებთ ბობას. ხო და ვერსად ვერ ვნახეთ და თქვენს რო იგივე არ დაგემართოს და მარტივად რო იპავოთ, პირდაპირ კასკადების წინ მარჯვენა მხარეს არის. აი ისე პატარაზე არის დახატული და მიხატული ამ ბრაზე, რომ საერთოდ ვერ დავინახეთ და ფერი ქალაქში შემოვიარეთ, მე მოვედით, ამიტომ იცოდეთ თქვენ. აბა რა სიტყვით? იმაზე მაგარი მოვიდა, ვიდრე ეხატა. ო. პირველად არის რო? ეს მომენტი არა, ეგრე არ უნდა ჩაარტყა. არ უნდა ჩაარტყა. აი, აქ აქვს თავისი ადგილი. აია. ეგე? ძალიან კაია. თვითონ პაბლები ძალიან გემრიელი. ჯერ არა მომსვლია. მე კიდე.
კაია. პატასაც მოეწონა ეფრუდ. სუპერმარკეტში შემოვედით და იმდენად მოწესრიგებულია ყველაფერი, იმდენად სუფთად არის, იმდენად არ ვიცი ორგანიზებულია, რომ არ ვიცი, არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს სიმართლე რომ გითხრათ, ასე ზუსტად ყველაფერი ორგანიზებული, როგორც აქ არის. უბრალოდ ფასებზე ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ შოკი მაქვს მეთქი. თითქმის იგივე ფასებია, რაც ჩვენთან საქართველოში და უფრო იაფს კი მოველოდი ისე. ჩვენი თავისუფალი დროიდან დარჩენილი არის 10 წუთი და გადავწყვიტეთ ეს 10 წუთი ვუყუროთ შადრევნებს. ეს არის მოცეკვავეს შადრევნები. შეხედეთ მეგობრებო, რა სილამაზეა. ძალიან ლამაზია. და ნახეთ, რამდენი ხალხია. ყველა იმის გამოა შეკრებილი, რომ ამ სილამაზით დატკბეს. ძალიან მომეწონა ერევანი, ძალიან. ესე თუ მომეწონებოდა, ნამდვილად არ ველოდი. ძალიან კარგი იყო მეგობრებო, ძალიან გამახვილები ვართ და ეხლა ბრუნდებით სასტუმროში. აქ დავასრულებ დღევანდელ ვლოგს და დაგიბრუნდებით ხვალ. გათენდა მეგობრებო, ეხლა არის 9:00 ნახევარი და ჩვენ ჩავდივართ საუზმეზე. იმით მოვასწარი ბანაობა, მოწესრიგება, რომ საუზმის მერე პირდაპირ უნდა გავიგეთ შემდეგ ლოკაციაზე. დღეისათვის პირველი ლოკაცია იცი? არა. აქ არის კარაქი, იოგურტები, ხაჭო და აქეთ არის უკვე საჭმელები, სოსისი, კვერცხი, ეს მე მგონი არის ბრინჯი. ხო, ბრინჯია. ესეც ბრინჯია, არ ვიცი არ გამისინჯავს. და აქეთ არის მაკარონი, აქ არის კომბოსტო. აქ არის კვერცხი და ძეხვი. ყველიც არის. მოკლედ ეს არის ჩვენი საუზმე, ეხლა ავარჩევთ ჩვენ რაც გვინდა. ეს არის მეგობრებო ჩემი საუზმე, საკმაოდ ბევრია ვიღე, იმიტომ რომ მე მგონი დღეს 5 საათამდე ვეღარ შევჭამთ, არ გვიწევს გაჩერება საჭმელისთვის და უეჭვლოდ მაგრად მოგშვიდება. ამიტომ შევეჭიდები ახლა ამას და ვეცდები ბოლომდე შევჭამო. დღეისათვის პირველი ლოკაცია არის მეგობრებო ეს ტკბილეულის ბაზარი. სადაც თურმე არის ძალიან მრავალფეროვანი ტკბილეული და თან ბენეფიტი არის ის, რომ შეგვიძლია რომ გავსინჯოთ. ამას უყურე. ტკბილეულთა მოყვარულთათვის არის 64. ნახე რა სილამაზეა. აქ თავაზობენ თან რომ გასინჯო. აქ დავიბნევი მე. ვიცით ეს არის რა მონარეთ რამდენი. ამ კაცს აქვს სუნელები, ჩაი და მსგავსი რაღაცები და უბრალოდ ყურეთ როგორი მოწესრიგებულია. როგორი დაალაგებულია. რა სუფთად არის. შოქში ვარ მართლა. ყველაფერში არის წესრიგი. რაღაცას გვასინჯებს უეჭველი. ვაიმე. ეს ცუდად გრძნობა ამდენი ამას რო გვასინჯებენ. Thank you. ძალიან გემრიელია. სადაც არ უნდა გაიარო, ყველა დახსექ თავაზობენ რომ გასინჯო რა და გაწყვიან უფასოდ არ აინტერესებს გასინჯო. ეს რაღაც განსხვავებული ვნახეთ, რაც არ გვინახავს. რა გასინჯებს ახლა? Trovικές mod bančuni. აი აქაც ხოვენ ნამდვილ სომხურ ლავაშებს. აი რო ვეძებთ ხოლმე თბილისში. აქვეა ცხობენ და ესე მერე ყიდიან, აი ნაჭრებად ესე ჭრიან, როგორც გინდა. ბუბი რა სიტყვია, ვა? ერთი რამე არ არის, რა აი მეორე მხარეს მოვედით ახლა. აქ არის ბროწეულის ღვინო, ჟოლოს ღვინო,
და ესეთი რაღაცა განსხვავებული ღვინოები და ეხლა ჩვენ იცით რომ არ ვსვამთ და არ ვყიდულობთ, მაგრამ ვინც წამოხვალთ, იცოდეთ რომ ამ ბაზარში შეგიძლიათ ძალიან მრავალფეროვანი ღვინოები თან დააგემოვნოთ და მერე შეიძინოთ. კიდე მინდა დამეთვალიერებინა, მაგრამ იმდენად ყველაფერს გთავაზობენ და იმდენად მეუხერხულება რომ ვეღარ ვჭამ, იმიტომ რომ გავიბერე რა. გამოვედი და ეხლა აქ ველოდები. ბუბი! არ მინდა მეთქი. მე შემწყდა და გამოვედი. მოკლედ, დიდი რეკომენდაცია მეგობრებო, ამ ადგილს უბრალოდ ჩვენსავით ძალიან ნაჭამები არ მოხვიდეთ, თორე ვეღარ გასინჯავთ და ისე კიდე არ დაგაცდიან რა უცნობლად გაგასინჯებენ რაღაცებს და ძალიან საყვარლები არიან, აი ძალიან. ორი ასეთი ლოკაცია ყოფილა. ეს არის სადაც სომხები დადიან და თვითონ სომხები წელობენ ტყილობულს და არის მეორე ტურისტებისთვის, რომ იქ გაცილებით ძველი ფასებიც არისო, ჩვენმა გიდმა გითხრა. და არ ვიცი თავაზობენ თუ არა ტყილობულის გასინჯოს, მაგრამ აქ სადაც თვითონ მოსახლეობა სადაც ყიდულობს არის ეს ადგილი რა. ხალხი უბრალოდ თუ არ გერიდებათ, ეს ძალიან მწვენია. არ აინტერესებს უბრალოდ უნდა ჭამოთ. ეხლა გადმოვდივართ მეორე ლოკაციაზე, პირდაპირ არის, აი ნახეთ, აქ არის ბაზარი, რო ნახავთ. აქეთ არის მაღაზია. ეს ყოფილა დიდი მაღაზია, ბევრი რაღაცები იყიდება და ეხლა ჩვენ წყლის ყიდვაც გვინდა და კიდე შევარჩევთ რაღაცებს. საინტერესო თუ იქნება, გამოვაყოლებთ ხელს. ნაგეთ რა ზაგვარელია, ბაზუა არის. ხო არის. შავი ხოთასიანი. ეს მინდა. ქართული ზედაზენი ვნახეთ და პატას გაიხარდა. ზედაზენი. და აგერ ყაზბეგი. ვაუ! გორჯომი. სულაც გქონიათ მინერალური, მაგრამ არ ვიცით რომელია. ჩვენ ხო იმ მწვანეს ვიღებდით, მაგრამ ჩვენმა გიგმა თქვა, რომ ესო ბევრად გემრიელიაო რა. არ ვიცი. ხო, მათი მინერალური ყოფილა ეს და ძალიან გემრიელი ყოფილა, ამიტომ ამას ავიღებთ. საყვარელი ბოთლია ის. ძალიან საყვარელი. ესთეტიურია რაღაც ინსტაგრამული. ესენი მომეწონა შეფუთვაზე, ეს არის ice tea, ერთი არის ლიმნის და ერთი არის ატმის და არ ვიცი, სახში წავიღებ, შეიძლება გვანცას მოეწონოს და უნდოდეს გასინჯვა. გუში როჟელებ ნახეთ, ხო გახსოვთ, აი იგივენაირებია ისევ, მაგრამ დღეს ნახეთ ცოტა განსხვავებული, ეს არის ჩიის მარცვლებით და ზემოდან აქვს ყავა და იმდენად ლამაზად არის შეფუთული და იმდენად საინტერესოდ გამოიყურება, რომ გვერდს ვერ აუვლი, ერთი ცალი უნდა ავიღო აუცილებლად. დანარჩენი რაღაცებიც ძალიან ლამაზად არის შეფუთული, ნახეთ ეს სულ არ გიყვარდეს მარწყვი ისეთი ლამაზია რომ მოგანდომებს, მაგრამ ამჯერად ამას ავიღებ. კაიხანია სნიკერსები არ დამეთვალიერებია, მაგრამ მგონია რომ ეს ჩვენთან არ არის. თუ არის დავწდები შემისწორეთ, სნიკერსი არის პლომბირი აწერია. ესეც რაღაც განსხვავებულია. რაღაც გემრიელად გამოიყურება. კაია. აბა გამოსინჯე. მოგეწონა. შედა რა. ვერატინი უნდა გიყვარდეს რომ მოგეწონოს. არა. მე არ მომეწონა. მეგობრებო, პატამ გასინჯა და არ მოეწონა. ნახო. მომწარო გემოა რა აქ. კი როგორა. ჩვენ ჯობია. აბა ჩვენ რა იხატა? ხო. საბუთო ყავა. გოგოს ეს ვიცის. ხო, ვიყიდეთ და ეხა გავხსენით. ნახევარიდან ბოთლში, აბა ნახოთ როგორ მოეწონება. გასინჯეთ აბა? კაია! საკაი. მოვედით მეგობრებო შემდეგ ლოკაციაზე, ულამაზესი ადგილია, ეს არის გეღარდის სამონასტრო კომპლექსი. კლდეში ნაგები არის ყველაფერი, მე-4 საუკუნით თარიღდება და აი არ ვიცი, იმდენად ლამაზია ნახეთ. მობილიზებული გვაქვს აქ ცარიელი ბოთლები, გაგვაფრთხილა ჩვენმა გიდმა. აქ ამოდის წმინდა წყალი, რომელიც ითვლება რომ ყურნავს სხვადასხვა დაავადებას და ეგ წყალი უნდა ავავსოთ. ეს არის მეგობრებო მთლიანად კლდეში გაკეთებული და წარმოიდგინეთ რა ძალიან ძველია, მაგრამ როგორი სიზუსტით აქვთ ნაკეთები.
ეს ადგილი შემთხვევით არ არის ასე, თურმე იყენებდნენ ხოლმე სათვალთვალოდ, აი აქედან უყურებდნენ პირდაპირ ვინ შემოდიოდა მონასტერში. ჩვენ ვართ ახლა მეორე სართულზე ფაქტობრივად. წეღან ქვემოთ ვიყავით, სადაც წყალი ავავსეთ. აქ არის მეგობრებო კლდეში გამოკვეთილი ესეთი თაროებივით და ამასთან დაკავშირებითაც არსებობს ესეთი თქმულება, რომ თუ ქვას ააგდებ და მაგ თაროზე გააჩერებ, რა სურვილსაც ჩაიფიქრებ, ის სურვილი აგისრულდება. აი, აქ უნდა გააჩეროთ, აი რომელიმეში. საკმაოდ რთული იქნება. ბუბი, მე ვერ გავაჩერებ და რამე ისეთი ჩაიფიქრე, რომ ეს მაწყობდეს. ეს გოგონა დანებდა. ბუბი, მიდი. Stai mi banenci. უნდა ვიწოვო. სამქვაზე მეტი არ უნდა იყო და. და ჩააგდა მე 40-ს დასა მეგობრებო, მაგრამ აი არ გაჩერდა სანამ არ ჩააგდა. სული შესასრულებელი, მარტივად რომ მოდიოდეს ეს. კარგი რამე ჩაიფიქრე. მეც ვაწყობს. რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. ედიეჩი. აბა შეხედეთ ახლა მეგობრებო ამ ხედებს. აი აქ მინდა ფოტო, აი აქ რა მთელი ეს ხედი უკან გამოჩნდეს. ბუბი, მოდი გადამიყრე. რა ჩამოხვალთ მეგობრებო, აქ რაღაცები იყიდება და შეგიძლიათ რომ იყიდოთ. აქ არის სომხური ქადები, არის ნიგზიანი, არის შაქრიანი. მე ორივე მიყვარს. გაგასინჯებენ მეგობრებო, ვისაც გაინტერესებს და გემრიელესია. უკვე მოვედით შემდეგ ლოკაციაზე მეგობრებო, ეს არის გარნი. ამ ტაძარს მზის ტაძარსაც უწოდებდნენ ხოლმე. აქ არის უკვე ნანგრევები შემორჩენილი, აქაც მოხდა მიწისძვრა, როგორც ჩანს სეისმურად აქტიური ზონა არის ეს და დაინგრა ტაძარი, რა თქმა უნდა, ეხლა ისეთი არ არის, როგორც ადრე იყო, მაგრამ საკმაოდ კარგად არის მაინც შემონახული. ნახეთ, რა კარგად გამოიყურება, ძალიან ლამაზი ტაძარია. აქეთ მარჯვენა მხარეს შეგიძლიათ ამ ულამაზესი ხედით დატკბეთ. აი, ნახეთ. თან ისეთი კარგი ნიავია. ამ სიცხეში ძალიან სასიამოვნოა. ქვები რაც არის ეგენი არის შემორჩენილი და დანარჩენები უკვე რეკონსტრუქციის შედეგად არის დამატებული. აი, შიგადაშიგ. უი, მაშინ საკმაოდ არის შემორჩენილი, ნახე ეს ადგილები ეს. აქ ესეთი სვეტებია. აქედანაც ულამაზესი ხედი იშლება, ნახეთ. ეხლა წავალთ ბოლოში და ნელ-ნელა უკვე შემდეგი ლოკაციისკენ დავიძრებით. მოვედით მეგობრებო შემდეგი ლოკაციაზე. ეს არის სევანის ტბა და კავკასიის რეგიონში არის ყველაზე დიდი ტბა. აქედან არ ჩანს თორე, აი, იცის ბოლო არ უჩანს. ბოა, მოდიხარ ხო? ეხლა ჩვენი გიდი ესაუბრება. სადა ხანში უნდა გავისეირნოთ, სადღაც 15-20 წუთი ბაზა. რაღაცა სასწაული საქმეა. ეხლა გაჩვენებთ როგორი სუფთა არის წყალი. არ მოველოდი სხვათაშორის ტბა თუ ესეთი სუფთა დამხვდებოდა, აი გამჭირვალე წყალია, რასაც ქვია და აქ ნახეთ რა ვნახეთ. ეს არის საქანელო წყალში. აი ესე იკატავებ, გადაიღებ ვიდეოებს. წავიდა ეხლა ეს ნავი. დაველოდებით როდის გათავისუფლდება და მერე ჩვენც წავალთ. უკვე გათავისუფლდა მეგობრებო. მოიცადე გადაწყვიტე? ვაუ! დაძლია შიში მეგობრებო და მოდის ჩვენთან ერთად. მოვტრიალდით, წავედით. მოდით სანამ გავისეირნებთ, სევანის ტბაზეც გაგიზიარებთ რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია. სევანის ზღვის დონიდან 1900 მეტრზეა და ამიტომ მას ხშირად მთის ზღვასაც უწოდებენ ხოლმე. სევანი კავკასიაში უდიდესი ტბაა, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მტკნარი ტბაა. სიღრმე დაახლოებით 15-20 მეტრია, ხოლო მაქსიმალურ წერტილში 60 მეტრამდეც აღწევს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სევანის წყალი მზის კუთხის მიხედვით იცვლის ხოლმე ფერს. აი მაგალითად ტბა დილაობით არის ღია ლურჯი, შუადღეს მწვანეელ ფერს საღამოს კი მუქ ლურჯამდე მერყეობს. ტბის გაჩენასთან დაკავშირებით არსებობს ესეთი ლეგენდა, რომ ადრე მწყემსმა შემთხვევით გაუშვა მთის წყარო და ვეღარ მოახერხა მისი შეჩერება. მთელი ველი წყლით დაიფარა და სწორედ აქედან გაჩნდა სევანის ტბა. ასევე არსებობს ლეგენდა, რომ სევანი სავსეა ჩაძირული სოფლებითა და ეკლესიებით. ამბობენ, რომ მეთევზეები ხშირად პოულობენ ხოლმე ძალიან ძველ ნივთებს ამ ტბაში. სტრატეგიულად სომხებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტბაა, ვინაიდან სომხეთის წყლის რესურსი
რესურსების 80%-ზე მეტს ინახავს. ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა დამოკიდებულია ამ ტბაზე. სევანის ტბაში არის თურმე კალმახის უნიკალური სახეობა, რომელსაც იშხანს უწოდებენ. სომხურად ეს ნიშნავს პრინცესა თევზს. ადრე თურმე მხოლოდ მეფის ოჯახს ჰქონდა უფლება, რომ ეს იშხანი ეჭამა. დღეს კი ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, რომ დააგემოვნოს. კადრში თქვენ ახლა ხედავთ სევანის მონასტერს, რომელიც მე-9 საუკუნეში აშენდა და სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კულტურული ძეგლია. ნავით გასეირნების შემდეგ სწორედ იქ ვაპირებთ ასვლას. ძალიან კარგი იყო მეგობრებო, აუცილებლად უნდა დასხდეთ თქვენ. დასასრულოა გასეირნება და თან ძალიან იაფია. ერთი ადამიანი 7 ლარი. ტბიდან ამოვედით უკვე სევანოვანქის მონასტერთან მეგობრებო. ბევრად უფრო მეტი საფეხური ჩანდა სხვათა შორის და მეგონა რომ მეთქი ძალიან დიდ დროს წაიღებს თქო, მაგრამ სადღაც 5-6 წუთში ამოვედით. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ რთულია, საკმაოდ ახლოს არის. ეხლა დავათვალიერებთ, აქედან იშლება პანორამული ხედი. ნახეთ რა ლამაზია. ძალიან დიდია. Babam kinas melmadinin taada. Asma yete du bir şan çetese pokşet du sebat çetese. Şale xelebi. შემოტრიალდი 1400 დრამი გქონდა დარჩენილი მეგობრებო და ვეძებდით რაში შეიძლებოდა რომ დაგვეხარჯა წვენი ყინულებით არ გქონდათ ხანის და ესე ვიყიდეთ 2 ცალი სიმინდი ზუსტად 700 დრამი ღირდა თითო და გასინჯება თუ გემრიელია რაღაცა განსხვავებული გემო აქვს არ ვიცი როგორ აკიხსნათ ჩვენ ჯობია. მოგეხსენებათ მეგობრებო, ჩვენ დილის მერე არ გვიჭამია საჭმელი, ამიტომ გავჩერდით ახლა. აი ამ ადგილას უნდა შევიდეთ და გემრიელად მივირთვათ. ნახოთ აბა რა იქნება. საკმაოდ დიდი სივრცეა ბუბი ხელი მომკიდე. შევათვალიეროთ აბა რა ვჭამოთ. ვაიმე რა ვაიმე. ჩემი დიეტა. აქეთ არის სენდვიჩები. მე მგონი ჯობია რომ ის შაურმა გავაკეთებინოთ იქით რომ ნახეთ. რამდენნაირია ამას შეხედეთ. რა გინდა სულო და გულო. ამას უყურეთ როგორი რაფაელოს ნამწვარია. ნიამ. ნუ აი იმდენი რამეა რომ არ ვიცი, მაგრამ ჩვენ შევუკვეთეთ თევზი, შაურმა და ქაბაბი. მოგვიტანეს ჩვენი შეკვეთილი გემრიელობები. მინდა გითხრათ რომ განსაკუთრებით მინდოდა ქაბაბის დაგემოვნება, ვინაიდან სომხური ქაბაბი არის რაღაცნაირად ცნობილი, რომ განსაკუთრებით გემრიელია და ნამდვილად გაამართლა ჩემი იმედები უგემრიელესი იყო. ასევე უგემრიელესი იყო თევზი, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყოდი შაურმაზე. რაც შეეხება ტკბილეულს, ისინი ავარჩიე, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ავიღე ქადა. ქადა როგორც ნახეთ, მანამდეც გავსინჯე, მოკლედ ძალიან მომეწონა სომხური ქადა, უგემრიელესი იყო. ავიღე ფისტის ხვეულა, რომელიც ასევე საოცრად გემრიელი იყო და ხვეულა ჯემით. ამ ორ შორის ფისტა უფრო მომეწონა, მაგრამ ზოგადად აი უგემრიელესი ტკბილეული აქვს. მართლა მიხარია, რომ ამას ყოველდღურად ვერ შევჭამ, იმიტომ რომ იმდენად გემრიელია, ძალიან რთულია თავი გააკონტროლო. ამის შემდეგ გადმოვინაცვლეთ სომხური ლავაშის საყიდლად, ვიყიდეთ 1 კილოგრამი და წამოვიღეთ სახლში და იმის მერე ყოველდღურად ვაკეთებ ხოლმე გემრიელობებს. ბოლო ლოკაცია დღეისთვის მეგობრებო და ამით დასრულდა ჩვენი სომხეთის ტური. აქ არის ტბა, თუ შეიძლება უწოდოთ ამას, ხელოვნურად გაკეთებული და აქ შეგიძლიათ რომ გაისეირნოთ ნავები. ავტვირთე მაინც გავიტანეთ ჩემი და ავტვირთე მე-19 ვარჯიში. ეხლა გადმოვედით მარშრუტკიდან, იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება. საერთოდ არ იცვრის, ეხლა ვართ საზღვართან. მოვედით ბოლომდე, აი პირდაპირ საზღვართან ვართ, ეხლა გამოვისეირნეთ და აქ ჩამტკრივდა ჩვენი ჯგუფი. ყველა ველოდებით ჩვენს მანქანას, რომელიც ძალიან შორს არის. მოვიდა მეგობრებო ჩვენი მანქანა. თვითონაც როგორი ბედნიერი ამ ზღვაში და ჩვენ ხო საერთოდ ბედნიერესები ვარ. ეხა იქ უნდა ჩავდგეთ, ოღონდ პასპორტ კონტროლი გავიაროთ, მაგრამ აი ძლივს. დასრულდა მეგობრებო სომხეთის ვლოგი და მოგიხსენებათ ყოველი ახალი ქვეყნის ნახვის შემდეგ პატარა შეჯამებას ვაკეთებ ხოლმე ვლოგის ბოლოს, ამიტომ მოდი ახლაც გავაკეთოთ. პირველ რიგში ვიტყვი რომ ძალიან მომეწონა სომხეთი. 2 დღე არ ვიცი რამდენად საკმარისი იყო ყველაფრის სანახავად, მაგრამ ვფიქრობ რომ ძირითადი ლოკაციები მაინც ვნახეთ. რაღაცა შთაბეჭდილება შემექმნა და ძალიან მადლობელი ვარ რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. მოდი ჯერ დავიწყებ დადებითი მხარეებით. მომეწონა საჭმელი, გემრიელი საჭმელები აქვთ, განსაკუთრებით მომეწონა სომხური ქადა, იმიტომ რომ თვითონ მე ვარ ძალიან ქადის მოყვარული ადამიანი, შეიძლება ნებისმიერ
ნამსხვარს და ტორტს ქადავამჯობინო, ისეთ დონეზე მიყვარს. თან ჩვეულებრივი განაკაკრიანი, აი შაქრით რასაც აკეთებენ, ეგეთი ქადა მიყვარს სიგიჟემდე. ხო და იქ იმდენ გემრიელად ჰქონდათ გაკეთებული, რომ ძალიან მომეწონა. ასევე მომეწონა სომხური ქაბაბი, რომელსაც აქებენ სომხური ლავაში. ყველაფერი იყო ძალიან გემრიელი. რაც არ მოგვეწონა კი ვთქვით ვიდეოშიც, შაურმას ვერ აკეთებენ ისე როგორც ჩვენთან, თუმცა როგორც მივხვდი, ისედაც დიდად შაურმის მოყვარულები არ არიან და აი რაღაცა განსაკუთრებულ მნიშვნელობას მაინც არ ანიჭებენ, როგორ მოამზადებენ. მომეწონა ერევანი, ძალიან ლამაზი და ძალიან მოწესრიგებული ქალაქია და აქვე სანამ გამახსენდა ეს, ძალიან სუფთაა. აი არსად არაფერი არ ეყარა, ესე უაზროდ ნაგავი არ იყო მიმოფანტული და არა მხოლოდ ერევანში, სადაც ვიყავით, არსად მსგავსი პრობლემა არ შემინიშნავს. აი ძალიან სუფთა ხალხი ჩანან სომხები. მომეწონა ინფრასტრუქტურა, მომეწონა გზები, როგორც გითხარით, აი რაღაცნაირად აღმავლობის ხანა აქვთ თითქოს, ყველგან რაღაც რემონტი იყო, ყველგან სადაც გზა გაფუჭებული იყო, ახლა კეთდებოდა და აი თითქოს რაღაცა ძალიან სწორი გეზი აქვს ქვეყანას აღებული და ძალიან სწორი მიმართულებით მიდიან, იმიტომ რომ მართლა დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელში კიდევ უფრო კარგ საფეხურზე იქნებიან. სომხეთის ეკონომიკაზე ახლა მე ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ ან პოლიტიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ მე რაც ვნახე, ნაკლებად უჭირთ. კი არა და მგონი საერთოდ არ უჭირთ. ისეთი მანქანები მოძრაობდა ხალხო ერევანში, ისეთი მანქანები ვნახეთ, თან სულ ჩემი ტოლები, ჩემზე პატარები, აი ძალიან ახალგაზრდები ისხდნენ. ძალიან ძვირადღირებულ მანქანებზე, აი არ ვიცი მართლა ჩვენ რამდენი უნდა ვიმუშაოთ და რამდენი თვის ხელფასი უნდა შევაგროვოთ, რომ მსგავსი მანქანები ვიყიდოთ. აი რაღაცა ჩვეულებრივი მანქანა, პატას რო ვეკითხებოდი, მეთქი ეს ახლა დაახლოებით რა ღირს. პატარა იჯდა, მაგალითად საჭესთან და ვეკითხებოდი, ეს სადღაც $80,000-დან იწყება და მეთქი რა. ხო, ანუ ფინანსურად აშკარად კარგად არიან და მე ძალიან გამიხარდა, მე შურიანი და ეს რაღაცა ბუღმა ტიპი არა ვარ პირიქით, რაც უფრო უკეთესად იცხოვრებ, ერთი ცხოვრება გაქვს ადამიანს, რაც უფრო უკეთესად იცხოვრებ და კარგად გაატარებ და ნაკლებად გაგიჭირდება, მით უკეთესი. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ესეთი კარგი მდგომარეობა დამხვდა. ასევე საყურადღებო არის ის ფაქტი, რომ ერევანში მე მგონი მხოლოდ ერთი ადამიანი ვნახეთ თუ ორი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა, ანუ არ არიან ესე მასობრივად და ესეც ძალიან გამიხარდა, ესე იგი უმეტესწილად კარგად ცხოვრობს ხალხი და არ ყავთ ბევრი ასეთი გაჭირვებული ადამიანი. კიდევ არ ვიცი რა შეიძლება გითხრათ, ისტორია ეხლა ჩვენმა გიდმა რაც მოგვიყვა და მუზეუმები რაც ვნახეთ, ძალიან საინტერესო იყო. მართლა ყველას გავუწევ რეკომენდაციას, რომ ორი დღე რაღაცნაირად გამონახოთ ეს შაბათ-კვირა და წახვიდეთ და ნახოთ, მაინც ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და უნდა ვიცნობდეთ მათ კულტურასაც და აი ყველანაირად საინტერესო იყო. თან ტური იყო საკმაოდ კარგად გაწერილი და დიდხანს არ ვჩერდებოდით კონკრეტულ ადგილას, თავისუფალი დროც გქონდა, რასაც გვინდა იმას ვაკეთებდით. მე იქ მაგალითად ერთ-ერთ ეკლესიასთან რომ ვნახეთ, ძალიან ბევრი სამკაულები და რაღაცები იყიდებოდა, იქაც მოგცეს თავისუფალი დრო, იმიტომ რომ შეიძლება საჩუქრების არჩევა გინდოდეს, ან შენთვის გინდოდეს რაღაცის ყიდვა და მოკლედ აი სრულიად შეუზღუდავად ვიყავით, ძალიან თავისუფლად და თან ყველაფერსაც ვნახულობდით. კარგი იყო ძალიან. მოდი ახლა გადავიდეთ უარყოფით მხარეებზე. უარყოფით მხარეებში ყველაზე მეტად რამაც შემაწუხა და აი მართლა ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. იყო ის უკულტურობა, რაც ხდებოდა რიგებში და ეს ხდებოდა თითქმის ყველა რიგში. არ ქონდა მნიშვნელობა რა რიგში იდექი, აი და რას გულისხმობ? წინ გიხტებიან. თან ისე გიხტებიან, რომ ზედაც არ გიყურებენ, არანაირად არ გითვალისწინებენ, არ ვიცი, ჩვეულებრივად გახტებიან, არ ვიცი როგორ ახსნა, ან აქედან შემოგიძვრებიან, ან იქიდან არ აინტერესებთ საერთოდ რიგი. ვლოგში რო გაჩვენეთ ერთი ლოკაცია რო იყო, სადაც უნდა შევსულიყავით. აი მაგ ლოკაციაზე ძალიან მომეწონა, რაღაც ხვეულა იყო რა. და ნუ 5-6 კონსულტანტი ჰყავდათ და მეთქი ალბათ მალე მომიწევს მეც რო ავიღო, თორე საკმაოდ ბევრი ხალხი იდგა. 25 წუთი ვიდექი მართლა. ბოლოს პატა მოვიდა, გვაგვიანდებაო ჩვენი გიდიო, გარეთ გველოდებაო, ხო არ შევრცხობითო, 5 წუთში უნდა გავიდეთო და ვეღარ მოვასწრებო, ვერც ყიდვასო და ვერც ჭამასო აღარ მოვასწრებთო და გავედი მე, სხვა გზა არ იყო. ესე იგი, უკნიდან რამდენჯერაც მოვიდა ხალხი, იმდენჯერ წინ ჩამიხტნენ, აღარ ვიცოდი რა მექნა, ძალიან უხერხულად გრძნობდი თავს. კონსულტანტებიც, როგორ იყო, იცით, იმდენად ნორმი არის, მე მგონი ეს, რომ ჩემს უკნიდან, აი, ორი გოგო იდგა ჩემს უკან და იმათ უკან კიდე ერთი ქალი იდგა და ის უყბირის იქიდან რისი შეკვეთა უნდა და ეს კონსულტანტიც იმის შეკვეთას იღებს და არაპირობითად მე რო აქ ვდგავარ და მე რო გელოდები, ხვდებით, აი ძალიან ნორმალური ამბავი იყო ეგ, რომ
იმ ქალის შეკვეთას იღებდა აქ. ეს საკვების რიგებში რო ვიყავით და ეს ყველაფერი რო ხდებოდა კარგი, მაგრამ აი რატო ვიფიქრე იცით რომ ძალიან მასიურად ხდება ეს? ზუსტად ანალოგიურ პრობლემას წავაწყდით, როდესაც უკვე გამოვდიოდით რა, ის საზღვართან რო ვიდექით, ჩვენი მძღოლი დგას, ჩვენი მარშრუტკა დგას. ჩამოვედით ახლა, იმიტომ რომ იქ ჯდომა აღარ შეგვეძლო, აი სულ ერთ ადგილას იყო გაჩერებული ისეთი საცობი შეიქმნა და უკნიდან რომ მოვიდნენ მანქანები, ესე მესამე ზოლი შექმნეს, რომელიც არ შეიძლებოდა რომ შეექმნათ, ის იყო სატვირთო და დიდი მანქანების ზოლი და პატარა ჩვეულებრივი მანქანები იქ არ შეიძლებოდა. ამათმა ესე ინაგლეს, შექმნეს მესამე ზოლი და ჩვენს მძღოლს და კიდე ყველა დანარჩენს, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე ისედაც რიგში იდგნენ, წინ უხტებოდნენ. აი, შოკი მქონდა რა ვნახე მართლა, არანაირი მორიდება, თან რამდენიმე მეთქი ნუაყენებთ, არ არის ეგ სწორი საქციელი, არ ჩააყენოთ რა, ხო უნდა გაწიო მანქანა რომ ჩადგეს ეს ამ ზოლიდან და რამდენიმე მძღოლი აღმოჩნდა ისეთი ფიცხი ხასიათის, რომ არ აყენებდნენ. ნეტა გენახათ როგორ უსიგნალებდნენ. აი ესენი დამნაშავეები თვითონ რა უსიგნალებდნენ და იძულებულებს ხდიდნენ, რომ აი ამ ზოლში ჩაეყენებინათ. გავგიჟდი რა ვნახე, ანუ ამ ხელოვნებასობას ვაკეთებდნენ და კიდე პლუს მაგის ამბიცია ჰქონდათ, რომ რას ქვია ზოლში არ მაყენებ. მე რა რომ შენ 2 საათით ადრე მოხვედი და აქ უკვე 2 საათიად გახარ. არ ვიცი. ეს არის ძალიან დიდი უპატივცემლობა ერთმანეთის მიმართ. აი ესე ურცხვად და აი ესე უხეშად და კიდე პლუს აგრესიით ესეთი რამე პირველად ვნახე. ნუ მოკლედ ეს პრობლემა ნამდვილად იყო და რო გავაგრძელოთ, კიდევ რაც შევამჩნიე, ცოტა არ იყოს ქალების უფლებები არის შეზღუდული. ცოტა არ იყოს არა. ჩემი დაკვირვებით საკმაოდ შეზღუდულია ქალთა უფლებები. ჩვენს ჯგუფში ერთ-ერთმა ქალბატონმა შეამჩნია, რომ ვერ დავინახეთ მთელი ამ დროის მანძილზე ქალი საჭესთან. და მე მართლა რომ დავაკვირდით, ან მართლა ვერსად ვერ დავინახეთ ქალი საჭესთან და არ ვიცი ვცდები თუ არა და აქაც პირობითად ჩვენ არ შეგხვდა მაინც და მაინც 2 დღე რო დავდიოდით თუ როგორ ხდება, მაგრამ თუ მართლა ჯერ ისევ არ სხედან ქალების საჭესთან, ცოტა არ იყოს ცუდი ამბავია ეს, ხო, იმიტომ რომ ეს არის ელემენტარული სკილი, ელემენტარული, რომ ქალსაც აქვს სამსახური, ქალსაც უნდა გადაადგილება, ქალსაც უნდა სადმე გასვლა და საკუთარი მანქანა და არ ვიცი ხა ჯერ თუ ისევ არ სხედან საჭესთან, ეს საკმაოდ ცუდი ამბავია. ჩაცმულობის ამბავშიც იგრძნობოდა ქალთა შეზღუდვა, რაღაცნაირად ძალიან დახურულად ეცვათ, მე რაც შევამჩნიე, მე მგონი ზღუდავენ ქალთა უფლებებს რა დასკვნაც გამოვიტანე და კიდევ რაც შევამჩნიე, ძალიან პატარა ასაკში არის მე მგონი ქორწინება ნორმალიზებული, იმიტომ რომ შეხედავდი სახეზე ბავშვი იყო და უკვე იყო თავის მეუღლესთან ერთად და ხო, ეს არც თუ ისე კარგი ამბავია, მოგეხსენებათ, ნაადრევი ქორწინება ძალიან იშვიათ შემთხვევაში ამართლებს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი შენს ცხოვრებაში და თუ უკვე პირობითად სკოლის დასრულების შემდეგ რაღაცნაირად წნეხში ჰყავთ ეს ქალები, რომ აუცილებლად უკვე უნდა დაქორწინდნენ, ესეც არ არის კარგი ამბავი. ხო, მოკლედ აი შემაჯამებლად რო ვთქვა, ვიცხოვრებდი თუ არ ვიცხოვრებდი, არ ვიცხოვრებდი. ჩემი პირადი აზრი რო დავაფიქსირო, ჯერ ძალიან ბევრი რამე აქვს სასწავლი ამ მენტალურ ამბავში, თორე დანარჩენი ისე გადასარევი ტემპით მიდიან წინ, აი ხო გეუბნებით. პატარა ქვეყანა არის, ჩვენზე მე მგონი ტერიტორიულად ორჯერ უფრო პატარები არიან, მაგრამ დაუღალავად შრომობენ მართლა, არეზარებად, რომ ეს პატარა ქვეყანა მაქსიმალურად ააშენონ და მიხედონ და მოუარონ. აი ხო ნახეთ, თუნდაც ის სევანის ტბა, რომელსაც ხშირად უწოდებენ ხოლმე ეს ჩვენი ზღვა არისო, როგორ უფრთხილდებიან, როგორ სისუფთავე იყო და აი როგორ აქვთ ეს პატრიოტული მომენტი, რომ აი ჩვენია და ჩვენ უნდა მივხედოთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან ბევრ ერს არ აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ხო, რაღაცეები გამოსასწორებელია, რაღაცეები ძალიან კარგი ტემპით მიდის. საბოლოო ჯამში მაინც ყველას გირჩევთ, რომ წახვიდეთ და ნახოთ. სულ ეს იყო მეგობრებო, იმისთვის რომ მივხვდე, რომ ამ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე და მიკომენტარეთ სომხეთის დროშები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მომავალ შეხვედრამდე.